შოთაშვილმა ამხელა ნეგატივისა და ზისხის გამო გადაწყვიტა პენსიაზე გასვლა. ძვირფასო სტუდენტებო, დაჯგუფებას შოთაშვილმა გადაწყვიტა ცოტა ხანი პაუზა აიღოს და ვიღაცებს საშუალება მივიცეთ, რომ ხალხში გაერიო და ინოვატორ. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოსვლება იყო ჩვენთვის თქვენთან მუშაობა და გპირდებით მალე დაუბრუნდებით. პატივისცემით დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, Peace. რა არ გასვენებს? რა მაგარი გამაღიზიანებელი ადამიანი, ხა ნეტა იცოდე. ოკეთ, წავედი, ნერვები მომეშალა. ალკასა და პალკასა რო გაგიქცოთ თუ ხდებით? და ჩვენ დაუბრუნდით მე. თქვენი ცხოვრება დაჯგუფება ზაზა შოთაშვილს. ეს ძალიან იო აგერ ჩემი დაჯგუფების წევრები მოგესალმებიან ბიჭებო როგორ ახართ hello guys გაიხარეთ გაიხარე ერთეულები გვაკლია მაგრამ აუცილებლად შემდეგ ეპიზოდებში შემოგვიერთდები ასე არ გაჩვენე რა თქმა უნდა დამეთანხმებით ალბათ მეგობრებო ძალიან რთული ერთი კვირა გავატარეთ ჩატში გამარჯვებას კი არ დაგვიწერია რა ნამდვილად დაზუსტებით მოგ როგორ აი პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო ვიკავებდი ხელს რომ ჩაჩი რამე არ დამეწერა და ვინმეზე რაიმე არ მეპასუხა მაგრამ დავძლიე ეს ასე ვთქვათ ბიჭო მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ბევრი პიროვნება ვისაც თავისუფლება შეზღუდული ქონდა ძალიან გაინავარდა და ძალიან გაიჯეჯილა რა და ეს ყველაფერი დამთავრდება მეგობრებო აუცილებლად გვირდებით რომ თქვენი პარპაში დასრულდება იგი და აქ დაივიწყებთ ისევ ზაზა შოთაშვილი პარპაშს. სადა ხო, ანუ სადა თქვენი სანავარდო აქ. ნუ ხო, მაგრამ ისეს არ ვფიქრობთ, რომ არ ვადევნებდით ყურადღებას, ანუ ერთი ცალი-თვალით ხო, ყოველთვის შაჩი ვიყავით და ასე ვთქვათ, დავიმახსოვრეთ ყველაფერი, ვინ რაც მიქარა, სად და როდის. კი ბატონო. ახლა მე მინდა ჩემ კოლეგას გიორგა ცამეს გადავწე სიტყვა და ჩვენი გეგმების შესახებ გიამბობთ რა. ბატონო გიო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. მე ვინც მიცნობთ, მე რომ მიცნობთ როგორც ვლადიმირი, AKA King Lorenzo. რაც შეეხება ჩვენ გეგმებს. ჩვენი გეგმა არის შემდეგი. ვიწყებთ პოდკასტს, სადაც იქნება საუბრები თქვენზე, ჩვენს კურსზე, ფსიქოლოგიაზე. და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე. ფეხბურთი, მუსიკა, სპორტი. ხო, ყველაფერი საერთოდ. ჩვენ ნუ ყველაფერი ვიცით, ყველაფერი გაგვეკება. ყველაფერში ვერ ყვევით, underground, კიდე overground და რაღაცა ყველაფერი ვიცით. Background. ხო. და აროჩე ჩვენი გეგმები არის შემდეგი, რომ ამ პოდკასტს რო დავიწყებთ, თქვენ გექნებათ საშუალება, რომ დაგვისვათ კითხვები. ჩვენ გავაკეთებთ Discord-ს, ასევე გვექნება Kisaji, სადაც შეძლებთ რომ ჩაგვირიცხოთ ფული და დაგვისვათ კითხვა. დაგვისვათ კითხვა. ანუ განა გვიჭირს და მაგიტო გავაკეთეთ უბრალოდ. და ხო, მაგრამ ანუ ნუ ეს мотивация, ეს იქნება ძალიან რთული кейსია ახლა უფულოდ გააკეთო საქმე ამ დღევანდელ რეალობაში უფულოდ არაფერი არ კეთდება ხო ჯერჯერობით სპონსორი მხოლოდ ყავს King Lorenzo Academy შეგიძლიათ დასერჩოთ lorenzo7academy.podia.com და ნახავთ იქ თემს პირად ფსიქოლოგიურ კურსებს, რომელიც შეგიძლიათ ასევე ეგრეთ შეიძინოთ რა. დაი ბოდიში გიორგი რო გეჭრებით, მაგრამ Kisaji-ს აკაუნტზე მინდა დავამატარო ჩარიცხული თანხიდან, აი თქვა 10 ლარიდან ყოველი, აი მაგალითად თითო 10 ლარზე ლარ ნახევარი გადაერიცხება მიუსაფარ ძაღლებს. აუცილებლად და დანარჩენი 10 ლარით აუცილებლად უსიტყოთ წავა პარლამენტ ნაიჩში. ანუ ალბათ ყველა თანხდებით ამაზე. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებაც ჩვენთან ერთად არის, არ დაიკარგება. ხო, ნუ რას შეეხება ახლა დანარჩენს უკვე ჩემი მე კოლეგები გააგრძელებენ. მე აქ over cut. მე გავაგრძელებ Discord-ზე გიამბობთ ორიოდე სიტყვას. Discord-ი გააკეთება ჩვენი community eta ოჩენ ბავშვი
community ეტაო ჯემბალში, ой, какой საზოგადოება. სადაც იქნება საჯარო ჩატი, სადაც შეგიძლიათ ერთმანეთს აგინოთ, ესაუბროთ, ელაპარაკოთ და იდეები გაცვალოთ. მაგრამ სასურველია რომ უფრო მეტი გინება იყოს და რა აუცილებლად, მაგრამ ცენზურას დასული იქნება შეძლების დაგვარად. მეტი პოზიტივი ერო. თუ დაიღება მხოლოდ ჩვენგან მეტი პოზიტივი ერო და აქედან მივესალმო ბატონ ბიძინას გამარჯობა. რაც შეეხება Discord-ის სხვა მხარეებს, იქნება კანალი ესეთი, სადაც ვინც არ ჩაგვირიცხავს და ვინც ცოტა ღარიბი და გაჭირებულია, შეუძლია დაწეროს იქ თემები და ორიგინალურ თემებს მოვახვედრებთ ჩვენს პოდკასტში. ხოლო რაც კი, მინდა პატარა ჩასწორება გავაკეთო, რომ ვინც არისტოკრატიულ ოჯახში არ დაიბადეთ, შეგიძლიათ Discord-ში გამოგვიგზავნოთ მესიჯი, ანუ გაჭირებულება გლეხებმა და ჩვენ აუცილებლად გადავხედავთ ამ მესიჯს, თუ იქნება ორიგინალური, აუცილებლად ჩაგწევთ შემდეგ ეპიზოდში, თუ არა და ჩაგვირიცხეთ ფული და აუცილებლად მოხდებით შემდეგ ეპიზოდში. ან კიდევ ანუ მაგის გარდა ვარიანტებიც იყო, რომ რაღაცაო ვოუთინგიო და დაიწერებოდა თემები და შემდეგ ისევ დემოკრატიულად ახლა დემოკრატია BTU-ში და 22 საუკუნეში ყველაზე დიდი რამა. როცა მივახწევთ კონკრეტულ მიზანს მაყურებლისა თუ მსმენელისა, გვეყოლებიან სტუმრები ჩვენი კურსიდან და უნივერსიტეტიდან, გაკეთდება Discord-ში აუდიტორია, სადაც შეგიძლიათ თქვენ საუბარეთ, თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და იმედია, ბევრი გაჭირვებული არ შემოვა და საინტერესო რაღაცეებზე ვისაუბრებთ. ამდვილად ვეთანხმები ამ ახალგაზრდას ქართველს კაცურს შავშინაცურს რაც იტყვის ჩვენი კოლეგა ცოტნე, რაც დაამატებს, ცოტნე you can speak up. დიახ, მადლობა რომ ლაპარაკის უფლება. ასე მინდა აღნიშნა რომ ზოგადად ვინც უფრო ბევრს ჩარიცხავს რა. იმის კითხვას გამიხაროთ ყველაზე დიდ. ამიტომაც მით უფრო მეტი ლაპარაკი. მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი ჩვენთან აღარ არის ორგანიზაციაში. და ვეძებთ უკვე ერთ ახალ ადამიანს კრიტერიუმებს ხო პირადში მოგწერთ კრიტერიუმებს რაც დაიმსახურე ჩაგირიცხავთ და დაგიკავშირდებით. დიახ, მადლობა. ხოთ 20% გამომირიცხო. 20 არა ყვი. რაც შეეხება კიდე დავამატებ ჩატს რა, ჩვენს ჩატს რომ 150 კაციან ჩატს თუ არ ვწდები 100 ყოველ შემთხვევაში არის მინიმუმ. კი, მოგიხსენებათ, სანამ ჩვენ იქ ვიყავით, ხელში გვეჭირა ჩატი და რაც გავედით, ზედმეტი თავისუფლება იგრძნობა და ეს დასრულდება რა. როგორც დასაწყისში აღნიშნე, ესეთი რაღაცეები არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და არც საქართველოში არ მოხდება, მე გაზრდით მაგის პირობას. ბოდიში საბათ ჩაგიწორებ 119 ადამიანი არის ამ წამს ჩატში. მე მახსოვდა 319, მაგრამ იყოს 119 ადამიანი. იყოს ადამიანი, ბოდიში მაგრამ ერთი ადამიანი დაგემატებოდა 320 გახდა. ცოტა შენ განთავისუფლებული ხარ დიდი ხანია. ხარ და შეგიძლია დამიუფცდე და დაგველოდო. ცოტნე შენ ესე თუ გააგრძელე, მე ფიქრობ არც ერთ სამსახურში აღარ მიგიღებენ და კი, ну რავი. თუ შეიძლება თუ ძალიან გაგვიბრაზდი ცოტნე, კი გეტყოდი სივიწყალი დალიო, მაგრამ რუსთავში მაგის ფუფუნება არ გაქვს, ამიტომ ოი, რა ხდება? ეს ოი! მოგესალმებით თქვენ უყურებთ ზაზა ნიუსის სპეციალურ გამოშვებას დღეს 25 ნოემბერია და თქვენთან იმყოფებიან გიორგი ცამეი და რეიმი. ამ წამში რუსთავში მოხდა სასტიკი შეტაკება, რომელიც ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია თუ რა შედეგი დასრულდა ან გრძელდება. ამ მომენტში ჩვენი ოპერატორი და ჟურნალისტი მიეშურებიან შემთხვევის ადგილას. რაც ჩვენთვის ცნობილია არის ის, რომ ვინმე სასტიკად გაუსწორდა ახალგაზრდა სტუდენტს CV-ს. მათი კონფლიქტი დაიწყო BTU-ს ფსიქოლოგიის ჩათიდან, რომელიც გადაიზარდა პირად მიმოწერაში, მუქარაში და შანტაჟში. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ BTU-ს ჩატში ინდივიდის
ცუს აქტიურ დამოკიდებულებას ინდივიდი როის მიმართ, რის შემდეგაც რო ის სასტიკად ემუქრებოდა და აშანტაჟებდა პირად მიმოწერაში მას. სამწუხაროდ ამჟამინდელი დროისთვის არ გვაქვს ამ მიმოწერაზე წოდომა, რადგან დალუქულია ეს SMS-ები შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს ამ SMS-ების ხელში ჩაგდებაზე. ამ ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წნეხის შემდეგ გადაწყვიტა დასარალებულმა ცვ-მ პირადად ენახა რ.ი და დღეს ვიღებთ ასეთ შედეგს. ამიტომაც გთხოვთ ბატონი ცვ გახდეს თქვენთვის მაგალითი, რომ არღის რ.ისთან ხუმრობა. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მადლობა გიორგას. ახლა გადმოცემე ყურში, რომ ჩვენი ჟურნალისტი მივიდა შემთხვევის ადგილას და მოქალაქე ცვ-ს აღენიშნება შემდეგი დაზიანებები. კისრის წვავე მოტეხილობა, ინდაყვის ღრძობა, კოჭის ბრუნები და ნეკნების ჩატეხილობა. ძალიან რთული кейსია, ალბათ თქვენს და მეთახვები და სტატისტიკურად მინდა გითხრათ, რომ ამ სახის დაპირისპირება ჯერ ჩვენ ქვეყანას ისტორიაში არ ახსოვს. ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ ბრალდებული რ.ი არ იმყოფებოდა მარტო და მას ახდა დაჯგუფება, რომლებაც მონაწილეობა მიიღეს ამ ენით აღორძინებულ დაპირისპირებაში და ისინი იყენებდნენ ცივ იარაღებს, როგორებიცაა ტაფა, პოლის ჯოხი, ცოცხი და სარეცხი საშუალებები. აუ ახმატო, ყურში ჩვენი ჟურნალისტის ზურა მიჩხრიკინებს, იგი უკვე შემთხვევის ადგილას ავთხოვ პროდიუსერს გადავერთოთ ზურასთან. მივესალმები ჩვენ მაყურებელს. როგორც ხედავთ, მე ხარ იმყოფების შემთხვევის ადგილას, ნანგრევებში, სადაც თვითმფრინავების თვით ერთ-ერთმა პიროვებმა რ.იმ დაიბარა თემაზე ცვ და სასტიკად გაუსწორდა მას. მოდით უკვე გადავიწიოთ დაზარალებულთან და დაუსვათ მას რამდენიმე შეკითხვა. ბატონო ც, როგორც მე თქვენ ამ წამს გიყურებთ, შვაზე ხართ გახეული ისექცემეს და ასე ვთქვათ თვითმფრინავების თქმით ეს გამოვიწვია უბრალოდ ჩატში მოთაგვამ და OS შეძახინმად და მაინტერესებს რამდენად მართალი არის ეს ინფორმაცია და ადასტურებთ თუ არა რომ OE მიმართეთ R-ის. დიახ. ადასტურებ რომ მიმართეთ ალბათ უნრეს მაგრამ ასეთ ტანჯოს არ მოსახურებ. ჯერო დავიბარეს. მეთქი სიტყვით მოგვარდება. მაგრამ ჩემზე იძალათ ფიზიკურ. მე რომ ცემს. მე მენტალ მაგიში. გამიწთან გამასწორეს. არ ვიცი რა მოხდა. კაცო არ მომოძრავებ. ვიღარ ტკისებს. დამშვიდით, მე მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი თქვენ გვერდით არის და გიცავთ. შემიძლია წყალი მოგაწოდოთ, ალბათ ხშირად ვერ შეესწრებოდით ასეთ აქტებს, რადგან ცოტა იშვიათობაა თქვენ სამშობლოში საცხოვრებელში წყალი, მაგრამ დაგამშვიდებთ და მინდა გითხრათ, რომ თქვენზე იზრუნებს ადვოკატი, რომელიც ჩვენ აგიყვანეთ და მინდა გითხრათ, რომ ყველა თქვენს გვერდით არის. გამაგრით ცოტა. ეთერში იყოს ზაზა ნიუსი ჩვენამით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდ.